ქალაქი ჯვარი არსებობს ალგემანა, ამას ოფიციალური დოკუმენტის სახე, ან ოფიციალური ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება ამაზე მიღებული არ აქვს. რამოდენიმე თვის მიიღეთ ამაზე გადაწყვეტილება, რომ წარმოიშვის მუნიციპალიტეტი დარეგისტრირდა თავის თემებით, სოფლებით, რაც სხვა შორის არასწორი ჩანაწერები გაქვთ თქვენ წარმოდგენილი სახეცვლილება აქვს ამ ჩანაწერებს, მოსახლეობის სტატისტიკას. ასე რომ ამ ინიციატივას უნდა ძალიან მთელი მიდგომა. აქ ჩამოთვლილი სოფლებიდან სამი სოფელი უშუალოდ ბახულანი, ჭალე, მუჟავარი, ზემგულსგავანი სოფლები, რომლებიც დღევანდელი მოცემულობით ესაზღვრებიან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრებს. ამასთან დაკავშირებითაც მათი მოსაზრები უნდა სახელმწიფო უშიშროების თვალსაზრისით და შეიძლება უარყოფით შედეგი შეიძლება მოხდეს დეცენტრალიზაცია. ამ პროექტის გვერდით ვიქნებით და მას მხარს დაუჭერთ. ამ ეტაპზე, როცა ამ საქმეს პრეცედენტი არ არის და ეს საქმის სასარგებლოდ კი არ არის მიმართული. ორი პოლიტიკა არ მინდა ვიხმარო სიტყვა მანიაკი, მაგრამ რაღაც მასთან მიახლოებული. ორი ადამიანის შრომითი მოწყობისათვის და სავარგლის მოპოვებისათვის ჩვენ ამ თამაში არ ჩავერთვებით. და თუ ჩავერთვებით იმ მოსაზრებით და იმ მიზნით, რომ დაუპირისპირდეთ თელის არსებით. 1000 ხელმოწერაა, 2000 ხელმოწერა არის იმ პრობლემასაც საუბარი, რომელიც ეს ბოლო ერთი თვეა წარმოიშვა, წანიჭიხა შეხ საუბარია ჯვარის გამოყოფის თაობაზე, რამდენადაც შემოწმებულია 12000 ხელმოწერა შეგვდა საქართველოს პარლამენტის კი 12 ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებენ ორგანიზატორები გვინდა ვისაუბროთ იმ პრობლემაზე, რომელიც დღესაც შექმნილი და თქვენი პოზიცია საინტერესო იქნება ჩვენთვის წარუმჩხელებისთვის. იქვე საუბარია, რომ ეს მთელ მუნიციპალიტეტში უნდა მომხდარიყო ხელმოწერები მარტო შეგროვდა მხოლოდ ერთ მხარეს. ჩვენ არ ვიცით მეორე მხარეს რა პოზიცია აქვს. და ამასთან დაკავშირებით გვინდა ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, თქვენი მოსაზრებად გვაინტერესებს. საკანონმდებლო ორგანოში თქვენ ბრძანდებით. გატანის შემთხვევაში ალბათ მოფიქრებული გაქვთ რა როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და არ ვიცი ყველას აქვს კითხვები და გვინდა რომ ეს თქვენგანაც მოვისმინოთ. მე ვიცი თემა რომ მუსიებს კარგახანია დაიწყო ამაზე. მე ჩემთვის რამდენადაც ცნობილი იყო, მე რომ მოვიკითხე ეს ამბავი, იგივე პოზიციას დავაფიქსირებ თქვენთანაც, როცა მე ხა ჯვარელები რომ ეკითხებოდნენ რა ხდება და რა არის და როგორ არის, მე პირდაპირ გეტყვით. პრაქტიკულ და მიზან შეწონილობას აი ამ საკითხის ეხლა ამ ეტაპზე გადაწყვეტის მე არ ვხედავ. რეალურად მე არანაირ საფუძველი არ აქვს ამას, რომ ამის აუცილებლობა იდგეს დღეს. მე პირადად როგორც ჯვარელი ბედნიერი ვიქნები, ნეტა რაიონი იყოს იმ დონეზე განვითარებული, რომ ამის აუცილებლობა იდგეს, რომ სამართავად იყოს იმდენად რთული, რომ რაღაც ადმინისტრაციულ ნაწილებად დაიყოს წალენჯიხის რაიონი. მე არ ვთვლი, რომ ეს არის ამ ეტაპზე საჭირო. თქვენ ეს საკითხი გაწუხებთ. მოდი დავდგეთ, მე გავაკეთებ ამის ორგანიზებას, ჩავიდეთ ჯვარში და ჯვარის საზოგადოებას შევხვდეთ. და გავიარეთ, რატომ აქვთ ამათ ამის სურვილი. მე ვთვლი, რომ რაიონს ერთიანად ყველა კუთხის პრობლემის მოგვარების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ცალ-ცალკე. შეიძლება ბევრ ჯვარელს ეს არ მოეწონოს, მაგრამ მე სულთა პრაქტიკული თვალსაზრისით უყურებ ამ თემას. აი ეს ჩემთვის, როგორც წალენჯიხებისთვის არის ძალიან ისეთი ტკივნეული თემა. ამას აქვს დიდი ხნის ისტორია, რომ ეს 30-40 წლის წინ დაიწყო. ეს დაიწყო გვანჯიმანიამ, დაიწყო საურფიფიამ, ჩანტურიამ, მურადი. იყო გადაცემა თბილისში, ჯვარელთა დღე, 40 წუთი ერთი ტელევიზია იყო პირველ არხზე და 40 წუთი იყო საუბარი და ერთი სიტყვა არ იყო თქმული, რომ ჯვარი არის წალენჯიხის რაიონი და ეს ჯვარელებს აქვთ ეს. და ამას მე ყოველთვის ველოდი. საერთოდ ამ საკითხის შემოღება ეს არის ღალატი. ამ პროექტთან დაკავშირებით ეს მომცეს წავიკითხე გავეცანი ძალიან ჭკვიანური მით არის დაწერილი საქმის ცოდნით, მაგრამ ბევრი პროფესიონალურად არის დაწერილი, ბევრი ტყუილების გამოყენებით. ესე იგი წერია რომ
წალენჯიხის ქალაქის მოსახლეობა არის 5200 და ჯვარი არის 8500. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ შევიმუშავებთ გეგმას, მე მაინტერესებს. ჩვენ შევაგროვებთ ეს საკითხთან დაკავშირებით, გაზთან დაკავშირებით 4000 ხელმოწერა, კულტურის საქმთან დაკავშირებით 3700 და მაქვს მე ამის 100 და სათითაოდ არის ყველა სახელი გვარი პირადი ნომერი. აი ეს მე ამას დავამტკიცებ 12000 კი არა 6000-ის არის. ეს არის მოთხოვნებით. მაგრამ ჩვენ თუ დღეს ზუსტად აი ამ პოზიციაზე ახლა ვის რა ჩაუშალოთ და ხრიკებით დავიწყეთ რაღაც პრობლემის ჩახსნა. ამაზე მეტი ხრიკი რა შეიძლება რომ იყოს კაცო. თავიდან მოხდეთ ხუის ამას ჩამოყალიბებული ინიციატივა და ინიციატორი ზუსტად გაფლილი ერთი რამე. მას შედეგი არ აქვს გაფლილი. მას აქვს გაფლილი თავისი პოლიტიკური მიზანი, რომელიც ეს იქნება თუ არ იქნება, მას გონია რომ ქულა დაიწერა ამითი სადღაც. მე რა ციდან ჩამოვარდნილი არ ვზივარ აქ. ძალიან ბევრ რაღაცას ამ ერთი წლის და წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან ყურადღებით ვაკვირდები რა ხდება რაიონშიც, კაბინეტში შიგნით და გარეთაც. იმიტომ კი არ ვარ გაჩვენებული რომ საქმელი არ მაქვს არაფერი, ყველაფერს თავისი დრო აქვს. და მე ვიცი ეს შედეგი სად დამთავრდება და ეს შედეგი წარმატებული არ იქნება ურჩევნო და მე მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით.